ამ ძეგლისათვის სიახლე რაც არის იყო ის რომ მივაკვლიეთ ანატომიურად თანამედროვე ადამიანის კულტურულ ფენებს ამას ქვია ძველი ქვის ხანის ფინალური ეტაპი და ასევე ქალკოლითის ანუ სპილენძ ქვის ხანის პერიოდის ფენებს რომლებიც ასევე დავათარიღებთ და შემდეგ შუა საუკუნეების სამარხი ანუ რეალურად ეს რაღაცა დროის კაფსულაა რომელშიც ყველა პერიოდია თითქმის მოქცეული იქამდე სანამ ჩვენ ამ ტერიტორიაზე კვლევებს დავიწყებდით, ვარაუდი იყო, რომ ეს ფენები, რომელსაც უკან ხედავთ, მაქსიმუმ თარიღდებოდა 50000 წლით და შეიძლება მასზე უფრო ძველი იყო, მაგრამ რამდენად ძველი იყო, ეს არ ვიცოდით. დღევანდელი მონაცემებით ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 90000 წლის წინ ამ ტერიტორიაზე ნეანდერტალელი უკვე ბინადრობდა. საქმე გვაქვს ახალ აღმოჩენასთან, ეს არის უკვე რიგით მესამე კბილი, რომელიც ცუცხვათის მღვიმური კომპლექსის ბრინჯაოს მღვიმეში აღმოჩნდა და ეს კბილიც მიეკუთვნება ნეანდერტალელს. ამ კბილის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ამოვიღოთ ნეანდერტალელთა ცხოვრების ნირის შესახებ, მათი ევოლუციის შესახებ. ეს არის კბილი, რომელიც მეორე კბილთან ერთად, რომელიც ასევე ჩვენი აღმოჩენილია, ბოლო 40 წლის მანძილზე ნეანდერტალელთა პირველი ნამარხია საქართველოს ტერიტორიაზე და ეს მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ამაღლებს. ცეცხლია. ეგრა რა. არის დიდი რაოდენობით ნახშირი, ნაცარი და ასევე დამტვრეული ცხოველების ცულები, რომლებიც დიდი ალბათობით ნეანდერტალელებმა მოინადირეს და შემდეგ ეს კარკასი ამ მღვიმეში დაამუშავეს, ასე ვთქვათ. სამარხი ძალიან დიდრული არის თავისი ინვენტარით, აქ ხდება ფიბულები, საკინძები, თავსაბურავის ნარჩენები, ყაურები, ბეჭდები და ასე შემდეგ. და აქ არის დასვენებული ინდივიდი, ასეთ ადგილებში ძალიან იშვიათია ასე კარგად შემონახული სამარხები. დიდი გუნდია, რომელშიც დაახლოებით მთლიანობაში, ვისაც მიუღია მონაწილეობა და ანეხა მონაწილეობს, მთლიანობაში დაახლოებით 100-მდე ადამიანია. X-ი არის 11, Y-ი არის 1 და სიმაღლე არის -4.95. ყველა ღონეს ხმარობთ იმისთვის, რომ ამ სტუდენტებმა ისინი აღიჭურონ, ასე ვთქვათ, იმ ცოდნით, რომ თავად დამოუკიდებლად გახდნენ მეცნიერები და აწარმოონ კვლევები. აი ეს არის ჩვენ რაც ეხლა გვინდა და იმედი გვაქვს მომავალშიც, რომ დაბრკოლებები აღარ იქნება და საშუალება მოგვეცემა, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ეს კვლევები. აი ეს პირია, დიალოგით ბიზონია. წელს უკვე ჩვენ ორი სტატია გამოვაქვეყნეთ საკმაოდ მაღალ რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში, რომლებსაც აქვთ დიდი სამეცნიერო გავლენა და ეს კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს, რომ დიდი ასე ვთქვათ სამეცნიერო თანამშრომლობა არის იმისი გარანტი, რომ მომავალში ესეთი ადგილები იქცეს სამეცნიერო განვითარების ცენტრებად და ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მაგალითი უნდა იყოს იმისა, რომ ესეთი ძეგლები როგორც კულტურული, ისევე ბუნებრივი მემკვიდრეობაა და აქ ერთად მუშაობენ სხვადასხვა დისციპლინის მეცნიერები. ასევე იყო ზემიდან ბრინჯაოს პერიოდის პატარა ფენა, რომელზეც მე აი პატარა სტატიაც გამოვაქვეყნე. ძალიან დიდი მადლობა ნიკას და მთელ მის გუნდს ერთი გუნდი არ არის, რამდენიმე გუნდია, ვინც მართლა არაჩვეულებრივად მუშაობს, მართლა შიშველი ხელები, ძალიან დიდი მადლობა მინდა მას უთხრა და წარმატებები უსურვა და მეც დიდი ინტერესით ველოდები ამ აღმოჩენას. ამდენი წლის განმავლობაში ეს დაფინანსება არა მხოლოდ სამეცნიერო ფონდებზე გადადიოდა, არამედ საზოგადოებიდანაც დიდი მხარდაჭერა მივიღეთ, როგორც მორალური, ასევე ფინანსურით და მე მინდა რომ ყველას მადლობა გადაუხადო. მათ შორის ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, ილიას უნივერსიტეტს, რომელმაც ორი პროექტი დაგვიფინანსა წელს და ეს მომავალში თუ გაგრძელდება, ჩვენ აუცილებლად ახალ შედეგებს დავუდგებთ. ამ ძეგლებს მთლიანობაში აქვს ძალიან დიდი პოტენციალი.